სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა სხვადასხვა მომხმარებლის სახელით იგზავნებოდა. შემდეგ კი შეტევამ ახალი ფორმა მიიღო და ინტერნეტით კადრები უკვე ღია სივრცეში განთავსდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის გახდა მორალური ტერორის მსხვერპლი. ბესელიამ პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და საგამოძიებო უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. იმაზე უფრო მეტი სიმდაბლე ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლა ხომ არ არსებობს. აი ამაზე უარესი რამე თუ შეიძლება წარმომედგინა არის ეს ფსიქოლოგია. რომ ესეთი რამ შეიძლება გაგიჩნდეს თავში ეს აზრი რომ დააბრალო იმ ადამიანებს ვისაც ამას ურცელებენ რომ ეს შეიძლება იყოს მათი გაკეთებული. გესმით სადა ვარ და წარმოგვიდგენია ხო კარგად რომ ამის გამხმოვანებელი არის მოსამართლე, რომელსაც უნდა უვადოთ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს. ამის იქეთ მე მგონი რომ არც კომენტარია საჭირო, არც ახსნა, ჩვენ რისთვის ვიბრძვით. დეპუტატი როგორც თავად ამბობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას ელოდა, მაგრამ კამპანიური შეტევა მისთვის სრული მოულოდნელობა იყო. იგი ბრძოლის ბოლომდე მიყვანას აპირებს. ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ქუთაისშიც გამოეხმაურნენ. საჯარო არც მაგია ცუდი, მე რაღაც. რატო და ყველა მიცოდეთ მის რა აქ და რა პრათა. ასარკვევია, უნდა შეტარდეს გამოძიება და ეხლა კაბადონი ეკაც გამოცდილი იურისტი არის და ეს მას არ გაუჭირდება რა თქმა უნდა. ამიტომ ახლა თუ კი ეს მისი მოწყობილია თვითონ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამნარი უპასუხისმგებლო ადამიანი მთავრობაში არ უნდა იყოს და თუ კი მას მოუწყვეს მან რა თქმა უნდა დაიცვას მისი თავი. და პირადი ცხოვრების გასაჯერების უფლება არავის არ აქვს. მაგი არის ჩვენი თელი საქართველოს სირცხვილი. ჩვენ ქალებს და ქართველ ქალებს უდიდეს პატივს ვცემთ. თელ მსოფლიოში რომ ჩვენ ვყავს პატივსანი ქალები. თუ ბესელიას გაგდება უნდათ, რა თუნდა ამნაირი ხრიკის მოდება. გააგდე პანჩური ამოკარდა, გააგდე გარეთ რა გინდა მაგნაირი ხელისუფლებას ამას უჩვენებდა ცალენტის გოგომ რახლა სახარო შეხედავს ამ პირს. ასე საჭიროა იგიციზავს. და ამით გვინდა რომ გავყვან თელ საქართველოს. ეს არის მავნებლობა პირდაპირ. ბესელიას მაგ არ ეკრება გაკეთებული. მაგ ისე მოგონილია როგორც პატიმრებს იმას იგი გაუჩხერენ რა ქვია ეს ცოცხები და იგიც გადაღებული და იგიც დადგმულია. და იგიც დადგმული იქნება. მე ვიღაცას არაწყობს. ამან სიმართლე წამოსწა ალბათ ბესელიას. ხოლო ვიღაცამ დაადგა. პირადი ცხოვრება მაგის ადრესში წოდენ, მაგრამ ახლა დაჭირდათ და გამოამზეურეს. მეორე ამბავია კიდე ბაბუა, შესანიშნავი ნათქვამია. ნეტ დიმა ბეზაგნია, რუსები ამბობენ. არ არის კვამლი ცეცხლის გარეშე. ხოდა რაც სინამდვილე იყო, რეალისტური იყო, გამოყარეს გარეთ აგერ როცა დაჭირდათ. ბესელია რომ მამა აბრამის ბატკანი არა, ეგი ყველა მქევიცი ჩვენ. ის მაინტერესებს დაკონდა. ისე სიცხილია მაგის. მე ამას. მაინც. კადრები არ მედახია, მაგრამ რომ მოხდა ეს ამბავი ეს ვნახეთ. რამდენად მართებულია? მართებული არ არის, მაგრამ რაც დაეთესა იმას იმკეს ახლა. კადრები დაესაჯათ. 4-5 წლის წინ ეს აღარ მოხდებოდა. თვითონ ხელისუფლება დამნაშავე და თვითონ ბესელიას. დაწვა ბიჭო, მაგინი ყველაფერი დაწვა. სულ ყველაფერი დაწვა, მაგრამ ეგენ შემოუნახია და კი ამ ჩენახული ავნერის. იცით, ერთმანეთის არის. ერთმანეთის ტრები არის. გააღვირა და ხო იყო 7 წელიწადი გაჩუმებული, ვერ იყო ბოლომდე გაჩუმებული. ხარ მოხდებოდა იმ სიაში. იგნებოდა როგორც იყო ისე. მაგრამ მერე მეტი უნდათ, ბევრი უნდა და ბევრი არ მიცე. ამის ბრალია მაგი მეტი არა. ინტიმური კავშირი ნორმალური არის, ნორმალური ყველაფერი შეიძლება და არანორმალური თუ გაკეთებ და მოდიხარ და მორალს მიკითხავ. და ხარ ის პარლამენტის წევრი. ნუ გააკეთებ, იმნაირად თუ გააკეთებ, არ გინდა პარლამენტში, დაჯექ სახში. რა თქმა უნდა არ არის მართებული. ყველას თავის პირადი ცხოვრება.
დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. დაკავებულია 16 პირი. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილურ ინტერნეტის აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ კადრებს. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გამავრცელებელი სხვა პირების დადგენის მიზნით. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.